ვეუბნები ზვიადი იყო უკონკურენტოდ უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე. ნუ ფორმალურად აი დავასახელეთ ხომ თავმჯდომარედ ზოგმა არც იცის რომ ვარ სამობდა ერთ დროს მაგაზე. კი. იმიტომ რომ პრეზიდენტად უნდა კი მართალია. გარდან მოსვლა, მაგრამ მე გადაიფიქრა. ნუ ზვიადი ესე იგი აღინიშნა იქ დავთარში რომ თავმჯდომარეა, კარგი. ეხლა ასეთი ეპიზოდია რომ თემურ ქორიძე დავუშვათ განათლების კომისიის თავმჯდომარედ უკეთესი კანდიდატურა ჩვენ შორის არ იყო. ხონებული ახლა დიდი ხანი არ არის გარდაიცვალა. ზვიადი კითხულობს განათლების კომისიის თავმჯდომარედ ვინ დავასახელოთ? გვერდში უზის თემური. ისიც ჰელსინკის კავშირის თავის პარტიის წევრი. თემური მიხვდა ყველაფერს, რომ ესე იგი მის არ მოიაზრება, ადგა წამოვიდა ცრემლები და თავი გადაწია უკან, რომ ეხლა არ დაეღვარა ეს ცრემლი და წავიდა გასასვლელი კარისკენ და მე ვიქნები რიგითი დეპუტატი და კარი გამოაო და გადის. და ნუ მე ამ პერიოდში ძლივს გადავლახე გავოგნება, იმიტომ რომ უკეთესი კანდიდატი არ შეიძლებოდა. თემურ შეუყვირე ხა რომ არ გასულიყო. რა იყო აჟანე? მოდი აქ დაბრუნდა, დაჯექი შენ იქნები ვეუბნები. რა ესე? ზვიადს ვითომ არც გაუგია, არც არაფერი, არც შენიშვნა მოუწია, არც დაჯდა თემური და თემური გაფორმდა რომ თემურს წარვდა. ეს პირველი ძალიან დიდი უცნაურობა. ძალიან დიდი. გამაოგნებელი. ეხლა ვეუბნები რა აზრი ქონდა რომ დაძაბულობა ყოფილიყო? არა. ეხლა ვეუბნები ზვიად. მოდი დავიწყოთ პირველი მოადგილით. ეხლა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ის კაკო ასათიანიც ცოცხალია და ყველა. ეხლა გარეთამ. ეხლა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე როგორც ზვიადი მოიაზრებოდა პირველ პირად, ისე მე მოვიაზრებოდი მეორე პირად, ანუ პირველ მოადგილით. მაგრამ ჩვენ აქ, აი აქ ამ ოთახში გადავწყვიტეთ მერაბ კოსტა საზოგადოების ხელმძღვანელობა, არ გვინდა ჩვენ პირველი ისა მეორე პირობა და არ გვინდა. რატო? მე ზვიადს ხშირად ვეკამათებოდი. ნუ იყო შეცდომები იყო, უხეში შეცდომები იყო, რამაც ძალიან დიდი ზიანი მოგვიტანა, ქვეყანას მოუტანა, ჯერ გარეთ რო ვიყავი და ეროვნულ მოძრაობაში. და მე არ ვეპუებოდი ზვიადს და ვეუბნებოდი პირში ამას. ჯერ ცალკე მეტყოდა ხო და მაინც ისე აკეთებდა ზურგს უკან. მე ვეუბნებოდი მრგვალი მაგის წინაშე და ნუ აი ეს. და ამიტომ ახლა მე ჩვენ აქ ვიფიქრეთ რომ ნუ არ შეიძლება პირველი და მეორე პირი ქვეყნის ხო ყოველ წუთში ესე კამათობდნენ. მოდი გავიწევი ვიფიქრე. და რა ვქნათ ვინა? მე ბუნჩულა კაკო ასათიან მოდი ეს ჩავაყენოთ რომ ნუ არ არის ყვირალა და ხო რაღაც ეს მოვიფიქრეთ და ვიფიქრეთ რომ აი მოდი ეს კომისიები ავიღოთ ჩვენ ორი კომისია მოლდინაშვილმა ერთი მეორე მე და ვეუბნები ზვიად მოდი ესა შენი პირველი მოადგილი დავიწყო მოდი რა ხვალ ნუ კაი ხვალ მოვიდა ხვალ ვეუბნები ზვიად მოდი ხვალ ეხლა რო არ გამემეორო ესე გამეორდა ერთხელ ორჯერ ათჯერ მეუთხარი ეხლა მივხვდი რომ ზვიადმაც იცის რომ მე მოვიაზრები და იმას გონია რომ მე მინდა მე ამას მივხვდი და კაკო ასათიანი გავიხმე ცალკე მოხდა კიტოვანის ბინაზე ყოფილ ძერჟინსკის ქუჩაზე ერთი ბინა მანდაც ქონია კიტოვანს მან შედგა შეხვედრა და კაკო ასათიანს მე უთხარი რომ კაკო მოდი შენ იყავი მე შენ თავზე ვერ გადავახტები მე უთხარი ყოველგვარი იმის გარეშე ვიცი კაკო რომ შენ მე ვერ გადამახტები ხო კაკო იცით რა გუშინდელი კაცი იყო 9 აპრილის მერე მოსული და 9 აპრილის მერე მოსულ ხალხს ისეთი ავტორიტეტი შიგნით არ ქონდათ ხო უბრალოდ ჩვენ თვალს ხუჭავდით რომ დავუშვათ განათლებული ესა მოგვეზიდა ინტელიგენცია და აი ესე ხო მე ვუთხარი ეს ვიცი რომ ვერ გადამახტები მე ქვეყანას ესე უნდა ხო ხედავ მე და ზვიადი სულ კამათობთ არა და კრიჭაში უდგევარ არა ამ კაცს და მე გავიწევი და შენ ჩადგები შუაში ნუ მოკლედ ბევრი რა გავაგრძელე ბევრი იუარა მაგრამ დაბეჯითებით რომ მოვთხოვე ორი დღე მომთხოვა ეხლა მის სინდეზე იყოს ის ორი დღე რაში ჭირდებოდა გეულებია თანამდებობას და ორი დღე ხო ეთქობა სადღაც უნდა შეეთანხმებია რაღაცეები კარგი ორი დღის მერე განიცხადა თავ იქვე კიტოვანმა თხოვა აი ამ საუბრის დროს რომ მრეწველობის კომისიის თავმჯდომარედ დამიჭირეთ მხარიო მერაბ კოსტავსა და მე წაუყურე ხო მხატვარია და მრეწველობაში რა გინდა მე კი ბატონო მეც ექიმი ვიყავი და იქ რა მაგრამ ნუ რაღაც საომარი ის გამოცდილება უკვე მქონდა მიღებული კარგი ეხლა
მოკლედ მეათეთ რომ მეუნება ზვიათს ვეუნები მოდი ზვიათ შენი პირველი მოდი რა ხვალ უკვე მეათეთ თუ მეასად მეუნება მეოთხარი ხვალ კი არა აი კაკო იქნება შენი პირველი მოდი მაშინ ნემო მეორე აი რო ესე იგი ნუ მე თუ პირველი მოადგილე ვარ მეორე მოადგილე მithვა ესე იგი ნემო ბურჭულაძე იყო განსაზღვრული პირველ მოადგილედ ნემო ბურჭულაძე რომლის პირად საქმეს როგორც კგბ-ს მსტოვრის პირად საქმეს ზუსტად გამსახურდია რამოდენიმე თვეში ამოიღებს და მის თიკულს რაც როგორც იწოდებოდა იმ კგბ-ში ხო ეს როგორც მსტოვარი ნემო არა მოძებს თელ ქვეყანას ხო და ასახელა ასპირანტი ქონდა თიკული ნემოს მაშინ ნემო მეორე ნუ აი ბატონო გინდა ნემო იყოს ნემო მეორე ხო ეს კარგი შემდეგ ნუ წავიდა და ჩვენ დავაყენეთ ახლა რომ კომიტეტის თავმჯდომარეები ნუ მე ესა მოლოდინაშვილი ესა მე რატო უყურეთ ახლა მე რა კოსტავა საზოგადოება მეორე ადგილზე იყო 24 დეპუტატი ყავდა ჩვენი გვეკუთვნოდა რაღაც საერთო კი არა ჩვენი გვეკუთვნოდა მე ვიყავი მაჟორიტარი ცხინვალის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ამიგეთ შარაძე მყავდა ესა გურამ შარაძე მოწინააღმდეგე მოლოდინაშვილი ეგრე კახეთში ყვარლის მაჟორიტარი იყო ნიკო ჭავჭავაძის მოუგო არჩევნები ზუსტად გამსახურდა ჩვენ არ მოხმარები არ დაგხმარები აბსოლუტურად მერაბ კოსტავას საზოგადოების კამპანიაზე ერთი სიტყვა არ დაუსველები ჩვენით და ჩვენი ავტორიტეტით მოვიპოვეთ ეს ხმები და 24 დეპუტატი ყავდა ხუმრობთ შიდა ქართლის ესე იგი დღევანდელი იმის ორი დეპუტატი მაჟორიტარი ეგერ ყორნისის რაიონის მაჟორიტარი ეგერ ვარძელაშვილი იყო ჩვენი საზოგადოების წევრი აქ მე და ეს თურმე ჩვენს თავზე უკვე შავი ღრუბელი ტრიალებს ჯერ არ ვარ შესული ხელისუფლებაში მოსული არ ვარ არჩევნები მოგებული გვაქვს და ჯერ კიდევ აქ ვარ ნუ მოკლედ დამტკიცდა რომ მე ამ კომიტეტის თავდაცვის ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის მოლოდინაშვილი ეგერ კანონიერების და ეს პაატაშვილი საგარეო პირველი დღეა სესიის ნუ საერთოდ წესი იყო მრგვალმაგიდაში როგორი ჯერ ჰელსინკის კავშირი მერე წმინდა ილია მერე იყო მერაბ კოსტავა მაგრამ მე როგორც ჩვენ სამართალმემკვიდრენი ვიყავით ხო მისი მე ჩემი წინადადებით მოვითხოვე რომ ჯერ ყოფილიყო წმინდა ილია როგორც მერაბის შექმნილი და მე ხო ესეთი ჩვენ არ გვახასიათებს ეს წინხტომა და ესე ეხლა ეს რას ნიშნავს ზვიადი ჰელსინკის კავშირის იყო აირჩიეს თავმჯდომარედ ხო აპლოდისმენტებით მერე თედო იყო მგონი წმინდა ილია მართალი თუ ქარტია ქონდა მაშინ მაგას არქო ქარტია ჯერ არა მერე იყო ხო მერე იყო ქარტია წმინდა ილია თედო აირჩიეს ახლა უნდა დაესახელებიათ მერაკოსტავას საზოგადოება წესი ესე იყო ყველგან ქრონოლოგიურად მრგვალმაგიდაში ყოველთვის ესე რიგითობა იყო მესამე იყო ყოველთვის მე იყო ტრადიციონალისტები რო ხო მე აღარ მაინტერესებს ვინ იყო მაინტერესებს რომ უნდა ყოფილიყო მერაკოსტავას საზოგადოება არ სახელებენ მერაკოსტავას საზოგადოებას ვიღაცები კიდევ კაკო აირჩიეს ნემო აირჩიეს ჩვენ არა ახლა გამოვიდნენ შესვენება მოსასვენებელ ოთახში ნუ ახლა ზია მე მთხარი რა შესაქმე ხო რიგითობით ჩვენი იყო ხო მერაკოსტავას მე რა პირველი მოადგილეა კაკო თუ ნემო მეორე მოადგილე რიგითობა აიცი რა ხო ზიადი ნემო ახლა სასაულია თურმე ჯაბა იოსელიანს გაუგიაო რომ შენ ამ კომისიის თავმჯდომარე უნდა გახდეო და ამბობს რომ ქვასქვაზე არ დავტოვებ ეხლა ყველაფერს მოველოდი, მაგრამ ესეთ განცხადებას მე ვთქვი ზვიად ქუჩაში რო ვიყავით მერაბ კოსტავას საზოგადოებას მაშინ არ გვეშინოდა ჯაბა იოსელიანის და მხედრიონის ხელისუფლებაში ვართ ხო? და რატო უნდა მეშინოდეს მისი? ვერ გავიგეთ. ამ დროს აყვა თედო პაატაშვილი. ვაჟაო, ციო, ჯობიო, რომ ბატონ ზვიას ახლა თავჯერო და მე ავდექი, იქიდან გამოსულა დავპირე ამ ოთახიდან. იმ წუთში მეც ზვიად გამსახურდია ხელში და დამიწყო გემუდარები დარჩი და არ წახვიდე და ნუ ახლა როგორ არ წახვიდე, კარგია კაცო. მე ვაჟ ადამიანი კი არა ვარ, მე ვარ მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარე, ხო? მაშინ თავმჯდომარე არ ვიყავი, გამგეობის წევრი ვიყავი, გამგეობის თავმჯდომარე. ნუ მეორე რა გავაგრძელო, მე აქ ზვიათთან სახვეწარი არაფერი არ მქონდა, არასდროს არაფერი არ მქონდა მასთან სახვეწარი. ავდექი და მოვდივარ და არ მიშვებს ხელს და ხალიჩაზე დგას და ხალიჩიანო და გამოვასურე დერეფანში. ხალიჩაზე მდგომი.
მემუდარება თან გემუდარები არ წახვიდე და გემუდარები არ წახვიდე და რომ გამოვედი ახლა კომუნისტი დეპუტატები ბევრნი იყვნენ და იქ კი მიშვა 30% კი ხო დერეფანში იყვნენ და ახლა იქ მიშვა ხელი მაგრამ არ შეცვლა ვაჟა დაბრუნდი გემუდარები დაბრუნდი ძალიან გთხოვ ახლა მე მივდივარ ეს და რო წავედი ახლა ხო გამომყოლენ ახლა მოლოდინაშვილი შეესწრო ამას კიდე 1-2 გამომყოლენ ახლა ეს და ეს ჩემი დანარჩენებიც ну ითქვა იქ რომ აი ეს ხო რა ვქნათ გავიდეთ ჩვენ საერთოდ უზენაეს საბჭო პირველი დღეა გავიდეთ ნუთხარი არა და ამიტომ ესეთ მსგავსობას შეთანხმებული ხარ და აქ ესეთ ну ეს რა ვთქვა დღესაც არ მინდა მე შეფასება მივცე თვითონ მე ვყვები რაც იყო კონსტატირებას ვახდენ ფაქტის და თვითონ მსმენელმა და მნახველმა შეაფასოს რაც იყო ეს უკვე ზოგს გონია რომ მე ადამიანი და მერაბ კოსტავას საზოგადოებამ ჭამა დაუწყო ზვიად გამსაუბრა არა შესვლამდე უკვე აი ეს იყო შესვლამდე იყო ციხლი და მე მკითხა ამ ჩემებმა რომ რა ვქნათ ჩვენ გავიდეთ ახლა არა მითხარ აი სიტყვით არა ახლა ზვიადი შევა და პირველს მე დამასახელებს იმიტომ მე მას აი რო იტყვიან მოხარშულს ვიცნობ ეს მის გასაგონაც არა ზვიადი ოთახში დარჩა ჩვენ დერეფანში ვართ და ჩემ 24 დეპუტატს ვეუნე 23 დეპუტატს 24 ვეუნები ახლა ეს შევა პირველი მე დამასახელებს და ესე იმიტომ მე ვიცოდი ზვიადი რაც იყო და როგორც იყო რომ ხანდახან რო ფიქრობდა იმასაც კი გამოვიცნობდი იმიტომ რომ ბავშვობიდან უყურებდი აი პატარა 6 წლის ვიყო 11 წლით იყვნენ ესენი ჩემზე უფროსები მართლა ზვიადი შევიდა პირველი რა მიწში ატყდა აპლოდისმენტები და კენჭიც არ უყრიათ რომ ნება მივოზეს ჩავთვალო თანხმობად და ნუ აი ეს ნუ მე მოლოდინაშვილი და ის არ იყო პრობლემა ესენი ეს